ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ალან გაგლოევი ეგრეთ წოდებული ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის თამარ მიარაყიშვილის საქმეს გამოეხმაურა. გაგლოევმა განაცხადა, რომ არავის მისცემს უფლებას ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკაში არსებული ვითარება ამ რთულ პერიოდში არასტაბილური გახადოს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერმა ასევე თქვა, რომ არ დაუშვებს ცენტრალურ მოედანზე, სადაც საახალწლო ნაძვის ხე დგას, ბავშვებს დღესასწაულით ჩაუშალონ და თქვა, რომ პროვოკატორები კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს. დაკავებამდე თამარ მიარაყიშვილი აცხადებდა, რომ უშუალო შეხვედრას ითხოვდა გაგლოევთან მისი დოკუმენტების საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ერთკაციან აქციას და შიმშილობის დაწყებას აანონსებდა. გაგლოევმა დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ თამარ მიარაყიშვილი სწორედ მის მიერ დაანონსებული აქციის გამო დააკავეს. გაგლოევის თქმით, მას შესთავაზეს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ, თუმცა ამაზე აქტივისტმა უარი განაცხადა. არავის მივცემნებას არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს მიმდინარეობს გამოძიება ამ საკითხზე ყველა მონაცემი საზოგადოებისთვის ცნობილია. არის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის კავშირს წარდგენილ ბრალდებასთან. გამოძიება ამას შეისწავლის. ის ხელისუფლების მიმართ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, იყენებდა შეურაცხმყოფელ ტერმინებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა მასზე ზეწოლის მოხდენის ამოცანა არც ყოფილა და არც არის. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. თამარ მიარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარები გაკეთდა ქართულ ოცნებაში. მათი თქმით, ხელისუფლების მიზანია საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დროულად გათავისუფლდეს. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველ ყოვლისა, UMM-ის მექანიზმის გამოყენება, ცხელი ხაზის გამოყენება იქნება თუ სხვა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს გათავისუფლებული ამ უკანონო პატიმრობისგან. დანარჩენს დაველოდოთ მოვლენებს, იმედია რომ როგორც რაც არის ხოლმე, როგორც წესი არის ხოლმე ცხელი ხაზი, ანუ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დახმარებით ხდება ინფორმაციის გაცვლა ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმს შორის ამ კონკრეტულ მოქალაქეს თორე სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ხოლმე მათი უკანონო გატაცება UMM-ის ცხელი ხაზის საშუალებით და ეგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის საშუალებით ხდება ხოლმე გაცვლა ინფორმაციის, რომ ეს ადამიანი თუ სხვა უკანონოდ დაკავებული ადამიანები მაქსიმალურად მალე დაუბრუნდნენ ოჯახებს. გარკვეული დრო ამას როგორც ჩანს ეს დრო იქნება და საჭირო იქნება, ადრე თუ გვიან ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს. იმედია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ქართველი აქტივისტის საქმეზე ცხელი ხაზია ამოქმედა, რაც ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. საქართველოს მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლო მორთვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ეგრეთ წოდებული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა სტრატეგიული ობიექტი შენიშნეს. მიარაყიშვილს საქართველოს სასარგებლო ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, დარბაზში არ შეუშვეს არც ჟურნალისტები, არც მისი ახლობლები. მიარაყიშვილს არ მიეცა მშობლების ნახვის საშუალება. აქტივისტი ქალის ადვოკატს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს. მედიის თანახმად მიარაყიშვილი უარყოფს ბრალდებას და წინა დღეს დაწყებულ შიმშილობას აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით საოკუპაციო რეჟიმის გამომძიებლებმა მიარაყიშვილის სახლიდან წერილები, დისკები, საოჯახო ფოტოები და სიგელები ამოიღეს. წაღებულ ნივთებს შორის არის ქართული ბანკების ვადაგასული ბარათებიც.